ხოშტარია საქმეზე დასკვნითი სიტყვები მომავლის ხდომისთვის გადაიდო, სავარაუდოდ 10 მარტს უკვე გამოცხადება განაჩენიც. დღეს კი პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლია. ცნობილია, რომ დროას ლიდერი უარს აცხადებს ნებისმიერ სამართლებრივ პროცესში მონაწილეობას, დაცვის მხარე არ გეგმავს არც დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას. ხდომებს არ დასწრებია არც ბრალდებული, მისი გამოგზავნილი წერილი პროცესის დაწყებისთანავე წაიკითხა მოსამართლემ, სადაც პოლიტიკოსის ხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი რამდენიმე სიტყვით იყო ახსნილი. არ ვაღიარებ რუსულ რეჟიმს. შეგახსენებთ, კახაკალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ხოშტარიას აღკვეთი ღონისძიების სახით 5,000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. თანხის გადახდის შემდეგ მას შეეძლო საპატიმროს დატოვება, თუმცა გირაო მან არ გადაიხადა, ის 15 სექტემბერს დააკავეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ საკუთარი ინიციატივით ელენე ხოშტარიას კიდევ ერთხელ გაუგზავნის სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ასევე სასამართლოს ხდომის ოქმებს, რათა სრულად იყოს ინფორმირებული პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მე ჩემის მხრივ მოსამართლეს განუცხადა, რომ გუშინ ელენე ხოშტარიას შევხვდი და მათ შორის მეც შევთავაზე რეალურად, რომ ხდომის ოქმების ასლები გამომეთხოვა და მისთვის შემეტანა, რათა ინფორმაცია სრულად ქონოდა მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაზეც უარი განმიცხადა მას. გუშინდელი მოცემულობით მან განმიცხადა, რომ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმაზე ამბობს უარს და შესაბამისად მე რა თქმა უნდა არ ვიტყვი. დღეს ბრალდების მხარე აპირებდა დასკვნითი სიტყვის თქმას. ამასთანავე გამოსაკვლევი იყო წერილობითი მტკიცებულება, ბრალდების მხარემ გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებები. დღევანდელ პროცესიც არ გამოცხადდა ბრალდებული, ის აქამდეც არ ცხადებოდა სასამართლო პროცესზე და მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი პროცესიც გადადებული იყო, იქედან გამომდინარე, რომ შემდეგი პროცესისთვის კიდევ ერთხელ მისცემოდა შესაძლებლობა ბრალდებულს მოისმინა დასკვნითი სიტყვებისთვის, მათ შორის ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვისთვის.